გაიზარდოს თამოსახურების ხარჯი 8900 მოსახურების ხარჯი 19,000 ლარი. კარგი, თუ უყაროთ კენჭი აღნიშნულ საკითხს მომხრე. წინააღმდეგი არავინ არ არის. კარგი. დავით ქოხიშვილი კენჭს იყრიდა საპარლამენტო არჩევნებში და მთელი რაიონი იცნობს, შემიძლია გითხრათ. არა მხოლოდ საკრებულო, მთელი მუნიციპალიტეტი. ჩვენ ბიუროზე ვიბიჯელეთ, ორი კანდიდატურა იყო წარმოუდგენელი, ორი განცხადება უფრო სწორად, დავით ტოჩილაშვილის და დავით ქოხიშვილის. შესაბამისად, ბიურომ მიიღო უპირატესობა მიანიჭა დავით ქოხიშვილს და საკრებულო დღეს როგორც ნახეთ, მომცა თანხმობა დავნიშნო დავით ქოხიშვილი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად. ჩვენ ახლა დავიწყებთ საკონკურსო პროცესს. ამას გარკვეული პროცედურები სჭირდება, უნდა შეიქმნას კომისია, იქ პროგრამა, რაღაცები, ამის შემდეგ მივყევით ეტაპობრივად და ამას უკვე კონკურსი განსაზღვრავს. გეგმებთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგახსენებთ, უშუალოდ რაც გავეცნობი, ასე ვთქვათ, საკრებულო შემადგენლობა შესაბამისად რაც გავეცნობი თანამშრომლებს, რომლებიც აქ მუშაობენ, მათთან ერთად გავვლით, რა თქმა უნდა, ყველაფერს იმას აქამდე გაკეთებულა და შემდეგ გამომდინარე აქედან გავაკეთებ დასკვნებს, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალში. ხდომას იქიდან გამომდინარე არის რომ პროცედურულად არ მოითხოვდა ჩემი დასწრება, მე განცხადება გავაკეთე 11-ში, სულვილი გამოვთქვი ამ პოსტის დაკავებასთან დაკავშირებით და შესაბამისად ყველაფერი მოხდა კანონის დადგენილ ფარგლებში. თქვენ ბრძანდებით საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე. როგორ ახსნით იმას, რომ დღეს ოცნების წარმომადგენელმა, რომელიც იყო კანდიდატიც ადგილზე მაჟორიტარობის დეპუტატის, აი ამ საკრებულო ხმამისსა ერთხმად და მათ შორის თქვენც. ჩვენ რა თქმა უნდა ბიუროზე ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და წარმოუდგენელი კანდიდატურებიდან ნამდვილად არჩევანი გავაკეთეთ დავით ქოხიშვილზე. რაიმე ზეწოლას ხომ არ ქონდა? აბსოლუტურად არაფერი, ყველაფერი გადაწყვეტილება მიღებული იყო ნამდვილად ჩვენს მიერ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე.